ჩვენ გვაქვს რაღაც კოსმეტოლოგიაში კლასიფიკაცია დაუშვათ დაბერების სტილის, ხო, აქ რაღაც მორფოტიპები გარკვეული. შემოვიდა ესეთი ტერმინი, ალბათ 10 წლეული იქნება, რომელსაც ქვია სტრესული სახე. ხო. ადრე ეს კლასიფიკაცია არ იყო. რა არის ეს? სტრესი იმდენად მოქმედებს კანის ხარისხზე, რომ ჩვენ რო უყურებთ პაციენტს, მე ვხედავ, რომ პრობლემა ის კი არა, სახი კი არა, საბუტირის კანი. იქ არის ფერი, ხარისხი, ტუგორი, აი ძალიან ბევრი ფაქტორია, რომელიც დაუშვათ ამ სტრესის ფონზე. ისევ და ისევ დავდივართო, ეს კომპლექსური თემაა და რაც ნაკლებად ავერიდებით, რაც მეტად ავერიდებით ნებისმიერ ნეგატიურ ფაქტორს, მით უფრო დაცულები ვიქნებით. რა ვიცი, მე მგონი კაი სიტყვა იქნება, რომ ვაბობ ჯანსაღი ცხოვრების წესი, ხო, ყველას თავისებურად ესმის, ხო და აი როგორც გესმით, ესე მაინც რო გააკეთოთ, ხო, იმიტომ რომ თქვენ სახეზე დიდი ასოებით გაწერიათ რა ცხოვრების წესს ცხოვრობთ.